საღამშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ ვსაუბრობთ მიმდინარე აქტუალური საშინაო და საგარეო პოლიტიკურ თემების შესახებ. რატომ ამოიღო აგვისტოს ომის წინ ნაცნობ-მძლავრობამ კანონმდებლობიდან სამშობლოს ღალატის მუხლი და რატომ არის საჭირო ამ მუხლის აღდგენა? პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დღეს სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, იურიდიულმა კომიტეტმა დღეს ასევე მხარი დაუჭირა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის, ანუ იგივე ფარას კანონპროექტს, რომელიც ამერიკული სტანდარტით დაარეგულირებს ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ფულს. შეგახსენებთ, რომ ამერიკული სტანდარტის შემოტანა კანონმდებლობაში საჭირო იმიტომ გახდა, რომ ქართული გამჭვირვალობის კანონი მდიდარმა ენჯეოებმა უბრალოდ დააიგნორეს. როგორ დაიცავს საქართველოში გადმოტანილი ფარა ქვეყანას გარე ჩარევებისგან და რა შეიცვლება ქართულ მედიაში მედიის შესახებ ბრიტანული კანონის მიღების შემდეგ? ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს პოსტ ანალიტიკაში და ასევე კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმას, თუ როგორ ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას რადიკალური ოპოზიცია და მისი საზღვარგარეთელი კურატორები. ჩვენი სტუმარი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი იქნება. საღამშვიდობის ლევან, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს საღამოს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მოდი ბოლოდან დავიწყოთ ომში ჩართვის თემაზე. ბოლო პერიოდში გახშირდა განცხადებები ოპოზიციის მხრიდან, იმ უცხოელების მხრიდან, რომელთაგანაც არაერთხელ მოგვისმენია ისეთი მოწოდებები, რაც პირდაპირ ომში ჩართვას ნიშნავს, რომ სინამდვილეშიო არავინ საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობდა, ეს ყველაფერი თქვენთან მოიგონეთო. მე ორი რაღაც მაინტერესებს. პირველი, რატომ აკეთებენ ესეთ განცხადებებს ეხლა? რატომ გახდა მათთვის ამის უარყოფა დღეს ასეთი აქტუალური? არც მეტი, არც ნაკლები ბრიტანეთის ელჩმაც ერთი კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ არაუ ჩვენ მხოლოდ სატრანზიტოდ რომ არ გამოეყენებინათ ტერიტორია საქართველოსი, იმას მოგიწოდებდით, დასავლეთი ამას მოგიწოდებდათ. მოგეთ, რატომ დადგა ეს საკითხი მათთვის დღეს ეს რიგში? და სინამდვილეში რასთან მქონდა საქმე და მოგვიწოდებდნენ თუ არა, მოდი შევახსენოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას. ბატონო, ხა სატრანზიტო კუთხით მე მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, როგორ ბინძურ კამპანიას ეწეოდნენ გარე აქტორები კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და მათთან დაკავშირებულ მდიდარ ენჯეოებთან ერთად, რომ თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის არიდების კუთხით და ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა ისე, რომ ჩამოვიყვანეთ ბრიტანელი ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები, ვისაც უშუალოდ ეხებათ ეს სანქციების თემა და მათ დაადასტურეს, რა თქმა უნდა, რომ საქართველოს ხუთიანზე მუშაობდა ამ მიმართულებითაც. ეს იყო ერთ-ერთი ის კამპანია, რაც ემსახურებოდა იმას, რომ უფრო დაეძაფრა ჩვენი მოსახლეობა და რაღაცა ის მუხტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გროვდებოდა მოსახლეობაში, ამ გარე და შიდა აქტორების მეშვეობით და მათ მიერ მართული ტელევიზიების მეშვეობით, რაღაცნაირად კიდევ უფრო გაეღვივებინათ, ეს იყო ერთ-ერთი მდგენელი და კომპონენტი ამ ყველაფრის, ხო? რატომ გახდა აუცილებელი, რომ ეს რიტორიკა შეცვალონ და უკაცრავად ჟარგონისთვის და პლასტინკა დაატრიალონ, მით უმეტეს პირველ რიგში ოპოზიციას ვეხები ამ შემთხვევაში. როგორც იქნა მათ გაანალიზეს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას ამ ქვეყანაში და როგორც იქნა მათ გაანალიზეს, რომ ქართულ ხალხს ომი არ უნდა. კი ბატონო, გაანალიზეს ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად აღიქვა თუ რეალურად რასთან მქონდა ჩვენ საქმე და რეალურად რას ააცილა ქართულმა ოცნებამ საქართველოს მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და თუ საშუალებას მომცემთ, კი ბატონო, საინტერესო იქნება შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას 3 წლის თავზე. აუცილებლად შევახსენებ, როგორც მანამდე პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო. არა მარტო, ესე იგი, მე ჩემი დაკვირვებით, არა მარტო ქართული საზოგადოების განწყობა დაინახეს ბოლოს და ბოლოს, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. არამედ დაინახეს ის, რომ ომი უკვე ამერიკასაც აღარ უნდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განცხადებებით და ბევრი თემის ხილებით უკვე კიდე ძალიან ბევრ ადამიანს თვალი აეხილა. და მე მარკო რუბიოს სიტყვები მინდა მოვიშველიო, რომ ყველაზე დიდი უნამუსობა იყო ის, რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვატყუებდით მთელ მსოფლიოს, რომ უკრაინა იგებდა ომსო და ამ შემთხვევაში იგი რა თქმა უნდა გულისხმობდა ბაიდენის ადმინისტრაციას, ევროპელ ლიდერებს და ევროპელ ბიუროკრატებს. ამ შემთხვევაში და შესაბამისად ამას ფარ დაეხადა, რომ ეს ყველაფერი იყო ბლეფი, მოდი ესე ვთქვა და უკრაინა უბრალოდ გაწირეს სამწუხაროდ და იმყოფება ასე ტრაგიკულ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა ვისურვებდით, რომ ძალიან მალე დასრულდეს ეს ყველაფერი. ეხლა თვითონ ოპოზიციის ნაწილს რაც შეეხება, ხომ იგივე ქალბატონი ზურაბიშვილიდან დაწყებული, იქ ზურა გირჩი ჯაფარიძე დამთავრებული და არ ვიცი მე
ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოთვალო ფაქტობრივად მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, ვინც დღეს საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენო არ მოუწოდებდითო ქართულ ოცნებას სანქციების დაწესებას რუსეთისთვისო. რაც რა თქმა უნდა ტყუილია და მადლობა ღმერთს არქივი არსებობს და მათი თითოეული განცხადება, მათი თითოეული კომენტარი ამასთან დაკავშირებით ყველა შეუძლია იხილოს და გადაიმეოროს რასთან ქონდა საქმე. ხალბატონ ზურაბიშვილთან დაკავშირებით კონკრეტულად შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ როდესაც ჩვენ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის ქართული კანონი უკვე 2024 წლის აპრილში, ხო? და ეხლა დღეს უკვე ყველა ატყობს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მიღებაც იმ დანარჩენ მოვლენებთან ერთად, ვინაიდან თვითონ ამერიკამ ამხილა თუ რასთან ქონდა ჩვენ საქმე USAID-ის და NED-ის შემთხვევაში თუ რეებს აფინანსებდნენ ისინი რევოლუციურ სცენარებს და ასე შემდეგ. ხალბატონმა ზურაბიშვილმა ბრიფინგი მიუძღვნა ამ თემას და იმ ბრიფინგზე გააჟღერა, რომ ქართულმა ოცნებამ პირველად გადაუხვიაო ევროპულ კურსო, მაშინ როდესაც სანქციები არ დაუწესა რუსეთსო და ესეც ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს შეუძლია გადაახვიოს, ხა რატომ გონიათ იგივე ხალბატონ ზურაბიშვილს ან დაანჩენოს, რომ ჩვენ მოსახლეობას მოკლე მეხსიერება აქვს, არ ვიცი, მაგრამ მადლობა ღმერთს არქივი არსებობს და ყველაფრის ხილვა რა თქმა უნდა ზურაბიშვილმა ისიც თქვა უკრაინის მშურსო და უკრაინის ხელისუფლების მშურსო, უკრაინა უფრო წინ არის ვიდრე საქართველო და კი, ჩვენ ძალიან მრავლად გვახსოვს. მინიშნება ძალიან მრავლად გვახსოვს ესეთი განცხადება, ეს ხალხი იმყოფებოდა, არ ვიცი, გეოპოლიტიკურ ილუზიაში და ცდილობდნენ რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის გეოპოლიტიკურ ილუზიაში ემყოფებინათ, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლება, შეიძლება რაღაცა გსურდეს, მაგრამ ყველაფერს უნდა შეხედო ცივი გონებით და აქედან გამომდინარე უფლება არ გაქვს რომ სხვანაირად უყურო რაღაცა საკითხებს და არ უნდა ამჩატდე არასდროს, ხო? ეხლა ყველაფერი დაუბრალებიათ ქართული ოცნებისთვის. რადიკალურ ოპოზიციებს და მათ მედია საშუალებებს, მაგრამ ამ ჩატება არასდროს არ დაუბრალებიათ, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკა არის ცივსისხლიანი პრაგმატიზმი, ანუ ყოველთვის პრაგმატულად უნდა მოქმედებდე, ფრთხილად უნდა მოქმედებდე, იმიტომ რომ შენს უკან დგას 4 მილიონამდე შენი თანამოქალაქე, შენს უკან დგას შენი სამშობლო. და სანქციების თემას ხა რომ მივყვეთ და ცოტა ქრონოლოგიით რომ გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. სანქციებამდე იყო დახურულ კარს მიღმა პირდაპირ მოწოდებები და მე მგონი ჩვენი საზოგადოება უკვე კარგად ხვდება თუ ვის მიერ იყო და რატონით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. სანქციების დაწესება შემდეგ რომ მოგთხოვეს ეს თითქოს და შემოგვაპარეს ესე რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე რომ ყველა კარგად ხვდებოდა ამას რა მოყვებოდა. ერთის მხრივ ამას რა თქმა უნდა მოყვებოდა ჩვენი ეკონომიკის ნგრევა, მაგრამ მეორეს მხრივ ამას რა უკუქმედება მოყვებოდა უკვე რუსეთის მხრიდან, კაცმა არ იცის და ძალიან დიდი ალბათობით ეს არ იქნებოდა რაღაცა პოზიტიური ქმედება რუსეთის მხრიდან. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ მოგთხოვეს მოხალისეებით სავსე ჩარტერული რეისის გაგზავნა უკრაინაში მებრძოლებით სავსე, რაც პირდაპირ მნიშვნელობით უკვე ომში ჩართვას ნიშნავდა და შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი მაგალითად მოუწოდებდნენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ ასეთი რაღაცა არ გაეკეთებინათ, ვინაიდან ეს ომში ჩართვას ნიშნავდა რუსეთთან. ჩვენი შეიარაღების გადაცემაც მოგთხოვეს უკრაინისთვის და ასე შემდეგ და ჩვენ ძალიან მყარად ვიდექით და ზუსტად მაგაზე მინდა ოპოზიციას ვუპასუხო, რომ თუ ისინი ამას არ ეთანხმებოდნენ დღეს როგორც ამბობენ და ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ არქივის არ არსებობს და ვერავინ ვერაფერს ვერ მოიძიებს, ხო? მაშინ რატომ გვიწყობდნენ აქციებს, რატომ გვაკრიტიკებდნენ და რატომ ცდილობდნენ რაღაცა რევოლუციური სცენარების მოწყობას, მას შემდეგ რაც ზუსტად ამ მიზეზების გამო ბატონმა ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოდან. მაგ შემთხვევაში თუ ისინი აანალიზებდნენ, რომ ეს ჩვენთვის დამღუპელი ნაბიჯები იქნებოდა, რის გამოც ბატონმა ზელენსკიმ ელჩი გაიწვია საქართველოდან, ჩვენ რატო გვაკრიტიკებდნენ და ბატონი ზელენსკის კრიტიკა რატო არ დაიწყეს ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ყველაფერი არის დღესავით ნათელი. კი, მათ უნდათ რომ ჩვენ სანქციები დაგვეწესებინა, კი, მათ უნდათ რომ ჩვენ მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი გაგვეძავნა ოფიციალური თანხმობით. კი, ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი აქ, რომ მთავრობის ოფიციალურ თანხმობას ითხოვდნენ ამაზე, რაც პირდაპირ ინდიკატორი იყო რუსეთისთვის, რომ მთავრობა უკვე ოფიციალურად აგზავნის მოხალისეებს უკრაინაში და ერთვება ომში. კი, ეს ყველაფერი მათ უნდათ, მათ ეს ყველაფერი უნდათ იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთი გარე უფროსების, გარე მფარველების სურვილები დაეკმაყოფილებინათ, საერთოდ არ ადარდებთ საქართველოს ბედი ამ შემთხვევაში და როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე უარი ვთქვით და ძალიან მყარად დავდექით, ხო, იმ პასუხისგებლობიდან გამომდინარე, რა პასუხისგებლობას ხელისუფლებას აკისრია, ხო? მას შემდეგ დაიწყო უკვე მცდელობები რომ რევოლუციური გზით შეეცვალათ ხელისუფლება და მოეყვანათ ეს აგენტები, რომლებიც რა თქმა უნდა არაფერზე უარს არ ეტყოდნენ და მეორე ფრონტს გახსნიდნენ. კი, რა თქმა უნდა, ეხა რუსეთს ეს ხელს შეუშლიდა
მით უმეტეს დასაწყისში ესე ძლიერად არ გამოიყურებოდა და ეხლა მეორე ფრონტი რა თქმა უნდა ზედმეტი თავის ტკივილი იყო 40-50000 გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დაჭირდებოდა საქართველოში და ეს რა თქმა უნდა ეხლა კომფორტს რუსეთს ნამდვილად არ შეუქმნიდა თუმცა ჩვენ გავნადგურდებოდით და რის გამო უნდა გავნადგურებულიყავით რომ deep state-ის რაღაცა სურვილები დაგვეკმაყოფილებინა და იქ უფრო მეტი ფული ვიღაცას რაღაცაზე ეშოვა და უფრო მეტი იარაღი გაყიდულიყო საბოლოო ჯამში, ხო? აქამდე მიდიოდა საქმე და სწორედ ეს ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევაც უკვე ნაბიჯი იყო, რომ აქ ხელოვნურად სიტუაცია ისე დაძაბულიყო, რომ რევოლუციამდე მისულიყო საქმე. თქვენ კარგად გახსოვთ, როგორი აჟიოტაჟი მოყვა ამას ჩვენს საზოგადოებაში, ხო? და ამის შემდეგ იყო ის რაღაცა ხელოვნურად შემოცურებული კანდიდატის სტატუსის თემა, ეხლა ჩვენ რო არ შეგვეტანა განაცხადი მოლდოვას და უკრაინას რო შეატანინენ, ნუ მაგ შემთხვევაში კიდე აწევდნენ მუხტს, რომ თურმე საქართველოს ევროპა არ უნდაო. ჩვენ რო შევიტანეთ კანდიდატის სტატუსი, ნუ გეგმა deep state-ის და როდესაც ჩვენ deep state-ის გულისხმობთ, ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობთ და არც ევროკავშირს. ჩვენ აქ ბიუროკრატებს გულისხმობთ, ვიზეთ საკმაოდ დიდი გავლენა ქონდა ამერიკაში და დასავლეთში არსებულ ომის პარტიას მე ასე კი ბატონო ვარქმევ ხოლმე ამ ხალხს ამ ბიუროკრატიას ბიუროკრატიის ამ ნაწილს და ზუსტად კანდიდატის სტატუსიც ამ რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო მათ იცოდნენ რომ ჩვენ არ მოგცემდნენ მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირის მიერვე გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმი ჩვენ ვასწრებდით მოლდოვასაც და უკრაინასაც და მოლდოვას კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას მოლდოვას შემთხვევაში რომ არ არსებობს არც ოპოზიციური ტელევიზია ფაქტობრივად არც ოპოზიციური პარტიები DST-ის წევრი ქვეყანა არის იხჩობა კორუფციაში და ყველა კრიტერიუმით ვასწრებდით ხო რა ლოგიკით მიცეს მოლდოვას და რატომ არ მიცეს უკრაინაში ციგივია ოღონდ უკრაინას ჩვენ არ ვაკრიტიკებთ უბრალოდ არ ვედარებით იმიტომ რომ ომშია მაგრამ მოლდოვა ხო არ არის ომში ხო ბევრ რაღაცაზე თვალს ხუჭავთ და ბევრ რაღაცას არ ვამბობთ რაც დრომოვა და ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკებთ აუცილებლად ხო ჯერ თავარია რომ ეს ტრაგედია დასრულდეს შემდეგ ჩვენ მოქალაქეებს იმასაც შევახსენებ რომ ბატონმა ზელენსკიმ სამარცხვინოდ ჩვენი ელჩი გამოაგდო უკრაინიდან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როდესაც ეს ჩვენი ვაჟკაცი ელჩი, სულ მე მგონი ორი ელჩი იმყოფებოდა კიევში, როდესაც კიევი იბომბებოდა და ერთ-ერთი ჩვენი ელჩი გახდათ. და თითქოს და იმ მიზეზით, რომ რაღაცა პუტინის დავალებითო სააკაშვილსო აწამებს და კლავსო ქართული ოცნებაო და შემდეგ სტრასბურგის სასამართლო დაადგინა, რომ სააკაშვილს არავინ არ კლავდა და აწამებდა და საკვების მიღება დაიწყოს და კარგად გახდებაო და ჭამარო დაიწყო და მშვენივრად რო გზნობდა თავს ბოდიში ამაზე რატო არ მოუხდია? ან იგივე ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ან იგივე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის დანაყოფ NGO-ებს, ან მათ მიმდევრებს, რატომ არ გაუჩნდათ პროტესტი ამ საქციელის მიმართ? ვინაიდან მათი დღის წესრიგი თავიდან ბოლომდე არის დაფუძნებული იმაზე, რომ რა თქმა უნდა რამენაერად აქ მომხდარიყო რევოლუცია და შემდეგ შეესრულებინათ ყველანაირი დავალება. ეს არის ის მოკლე, მოდი ესე ვთქვათ, ქრონოლოგია ამ ყველაფრის. და ნუ იქ ახლა რეზოლუციებზე იღებდნენ კიდე სიტუაციის უფრო დასაძაბად საქართველოში და ახლა წინა ადმინისტრაციის პირობებში ბატონი მეთიუ მილერი ფაქტობრივად დღეს პრესპიკერი დღეს არ იწყებდა ისე რომ საქართველოზე არ დაეწყო რაღაცა საშინელებების ლაპარაკი ხო ანუ ყველა მხრიდან ორკესტრირებული შეტევის ქვეშ ვიყავით და იქ დელეგაციებზე აგზავნიდნენ და არჩევნები გარედან ჩაუწყდნენ რამენაერად აი ბოდიში რომ რამენაერად ქართული ოცნება ჩამოეშორებინათ ხელისუფლებიდან, იქიდან გამომდინარე რომ მიხვდნენ რომ აზრი არ ქონდა ჩვენ არ გადავდგავდით არაეროვნულ ნაბიჯს ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან, იქ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დე-ფაქტო სანქციებიც მინდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს. მოსამართლეებზე სანქციები. ნუ ბატონი ბიძინა ამ შემთხვევაში ყველა მიცის რომ საქართველოში შვიდობის და სტაბილურობის თავარი გარანტია არის და შესაბამისად რამდენიმე მილიარდზე მას წვდომა შეუჩერეს, შემდეგ ეს უკვე გადაიზარდა დე-იურე სანქციებში. ნუ ესეთი რეჟიმის ქვეშ ვიყოფებოდი ჩვენ 3 წლის განმავლობაში იმის გამო რომ უბრალოდ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთთან დაპირისპირებაში და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების ნუ უდიდესი ნაწილი ხვდება რომ ეს იყო უალტერნატივო პოლიტიკა მით უმეტეს დღევანდელ დღეს ახლა რო გადავხედავთ და უკვე ყველა რო ხვდება რომ ის რაღაცა ტყუილი რასაც კადრულობდა ბატონი ბაიდენის ყოფილი ადმინისტრაცია და რიგი ბრიუსელის ბიუროკრატებისა რომ თითქოს უკრაინა ომს იგებდა, ნუ ყველაფერი აშკარაა და უკრაინა ომს რამდენიმე დღის წინ ოვალურ კაბინეტში რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ოვალურ კაბინეტში ვიხილეთ, მე მგონი ამის შემდეგ არავის არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იგებს რეალურად ომს და იგებს თუ არა უკრაინა და საერთოდ როგორ მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყანა. მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით კიდე ის მინდოდა შემახსენებინა საზოგადოებისთვის რომ გარდა აი მაგ ელჩის გაწვევის ეპიზოდისა
რამდენიმე კონკრეტული მოწოდებაც გვახსოვს ჩვენ, ესე იგი, პოდოლიაკის მხრიდან, არესტოვიჩის მხრიდან. ახეთ არესტოვიჩის მხრიდან იყო მოწოდებები, იყო გონჩარენკოს მხრიდან მოწოდებები, პრემიერ-მინისტრ შმიგალის მხრიდან იყო მოწოდებები, ეს ყველაფერი ემთხვეოდა ზუსტად იმ დღეებს, როდესაც აქ აქციები იმართებოდა, ზოგი გვეუბნებოდა, ჩვენს მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, მოდი ესე ვთქვათ, რომ დრო არის რომ გავისეინოთ თურმე აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ზოგი ამბობდა რომ ხელისუფლება რაღაცა გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, იქ ზელენსკის ჩართვაც გვახსოვს აქციაზე პირდაპირ და ხალხმა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ეხლა უკრაინის მხარეს, ხომ? ეხლა თუ აქეთ ჩვენ ევრობიუროკრატებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს ზეროდესაც ვსაუბრობთ, ისინი უფრო ყველაფერს აკეთებდნენ ოპოზიციის და NGO-ების ხელით, თვითონ რო არ გამოჩენილიყვნენ, თუმცა ლუსტრირება თავად მოახდინეს ევროპარლამენტარებმა, როდესაც ბოლოს წინა რეზოლუციაში ჩაწერეს ის რომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს, ანუ რასაც უარყოფდნენ აქამდე რომ თითქოს ჩვენგან ამას არ ითხოვდნენ, ხო? თვითონ მოახდინეს ამისი ლუსტრირება, მაგრამ ეხლა უკრაინული მხარე, ზოგადად პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მაღალჩინოსნები ამას ღიად აკეთებდნენ, რა თქმა უნდა და ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის, ყველა თავისი თვალით უყურებდა, თავისი ყურით ისმენდა თუ რა ტიპის მოწოდებები კეთდებოდა. და ეხლა თქვენ შეეხეთ ბატონი ტრამპის და ბატონი ზელენსკის შეხვედრას და მე არ ვიცი, სულ არის სამი სცენარი, როგორ შეიძლება განვითარდეს უკრაინაში სიტუაცია, ხო? ერთი არის რომ ყველაფერი ისე გაგრძელდეს როგორც დაიწყო 2022 წელს და სამწუხაროდ ეს არის ფატალური სცენარი უკრაინისთვის, უკრაინა განადგურდება. მეორე სცენარი არის ის რომ თითქოს და ამერიკის შეერთებული შტატები ჩაებას ომში, შესაბამისად ნატო, რაც ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს და ესეც არის კატასტროფა, ხო? მაგრამ მადლობა ღმერთს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს არის გამორიცხული, რისი ალბათობაც, რა თქმა უნდა, არსებობდა, შეიძლება მცირე ალბათობა, თუმცა ამისი ალბათობა ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არსებობდა და არის მესამე სცენარი, რომელიც არის უალტერნატივო სცენარი. ეს არის მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება. და სამწუხაროდ 3 წლის განმავლობაში, შეიძლება მე ვწდებოდი და თქვენ შემახსენებთ. 3 წლის განმავლობაში მე არ მახსენდება არც ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, არც ევრობიუროკრატების მხრიდან, არც ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისკენ რომ ეს ომი დასრულებულიყო დიპლომატიის და მოლაპარაკებების გზით. არც ერთი ნაბიჯი არ მახსენდება. როდესაც ახლა ბატონმა ტრამპმა ამისი ინიციატივა გამოიჩინა და როგორ აქტიურ ნაბიჯებს გავს იგი ამ მიმართულებით, ხომ? ჩვენ ვიხილეთ ოვალურ ოფისში, ისეთი სცენა, რომელიც, არ უნდა გვეხილა, ახლა მე არ მინდა იქ დეტალებში შევიდე, მაგრამ იქ დაირღვა დიპლომატიის 2x2, ესე რომ ვთქვათ, ხო? იქ მინიმალური სტანდარტებიც ვერ დავინახეთ დიპლომატიის და მე ამ შემთხვევაში ამერიკის მხარეს არ გულისხმობ. ის კომენტარი, რაც ბატონმა ზელენსკიმ გააკეთა ბატონი ვენსის განცხადებაზე, რომ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვინაიდან დინების პოლიტიკა აქამდე მოგვიყვანა და ეხლა უკვე დიპლომატიის დრო არის, ხო? ჭკუის სწავლება დაუწყო დიპლომატიაზე და ფაქტობრივად ოვალურ ოფისში ჟურნალისტების თვალწინ პირდაპირ ეჭქვეშ დაუყენა ბატონმა ზელენსკიმ ბატონ ტრამპს თავისი გეგმა. თუ არ ჯერა მას ამ გეგმის, რატომ ჩავიდა ამერიკაში? ან თუ არ ჯერა ამ გეგმის ჟურნალისტების თვალწინ, რატომ იცავსუფლება, რომ ოვალურ ოფისში ეს გაეკეთებინა, ხომ? ამითი ხომ ბატონი ტრამპი დაამცირა, შესაბამისად ეს რეაქცია, რაც ბატონი ვენსის და ბატონი ტრამპის მხრიდან იყო, რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან ამას მთელი ამერიკა უყურებდა და ისინი თავიანთი ხალხის წინაშე არიან პასუხისმგებლები და იქ მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი მადლობას არ მოგვისვენია ბატონი ზელენსკის მხრიდან იმ დახმარებაზე, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია, ხო? 350 მილიარდზე არის საუბარი, რომელიც სხვა შორის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ბატონი მასკის დეპარტამენტი აპირებს რომ დეტალურად შეისწავლოს, ვინაიდან ბატონი ზელენსკი ამბობს რომ 10 მილიარდი არ მივიდა დანიშნულების ადგილამდე. იქ ამერიკის მხარე ამბობს რომ პირიქით, კი ბატონო, შეიძლება ამერიკის მხარესაც რაღაცეები დარჩა, ამ შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციას გულისხმობ, მაგრამ არის იქ ეჭვები რომ 10 მილიარდი დოლარი თვითონ უკრაინაშივე გაიფლანგა, ხო? სამწუხაროდ ძალიან ბევრი ეჭვი არის და მე დარწმუნებული ვარ რომ ბატონი მასკის დეპარტამენტი ამას ძალიან მალე შეისწავლის, ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის და ამაზე სოფლიო გაიგებს თუ ვინ რამდენი მილიარდი წაიღო სახში მოდი. ვინ რამდენი ფული გააკეთა უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე. ლევან, ესე იგი ის რომ და ბოდიშის ერთი რაღაცა ძალიან დიდი ბოდიში უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა ამ ყველაფერს მივაბარო. ამ ყველაფრის მერე ჩვენ ვნახეთ ორკესტრირებული შეტევა ბატონ ტრამპზე ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, მათ აყვა რა თქმა უნდა ჩვენი ოპოზიცია, ვინაიდან ერთი მხარეს და მეორე მხარეს მთლიანად deep state-ს ემსახურება და deep state-თან ახლა ღია ბრძოლა რო აქვს დონალდ ტრამპს გამოცხადებული, ეს ყველასთვის ნათელია და ყველა ხედავს და თქვენ ნახეთ როგორი ლანძღვა დაიწყეს ბატონი დონალდ ტრამპის, ხო? ორკესტრირებულად. და ეს რა თქმა უნდა იმაზე მეტყველებს რომ სამწუხაროდ
ბრიუსელის ბიუროკრატებს დიდი სურვილი არ აქვთ. ჩემი პირადი გადმოსახედია ეს, რომ ეს ომი მალე დასრულდეს და დასრულდეს მოლაპარაკებების გზით. აბსოლუტურად გეთანხმები და მარტო ოპოზიციამ არა, ესე იგი, მარტო ტრამპის ლანძღვა კი არ დაიწყეს, ესე იგი, იმასაც მოვესწარით, რომ ჩვენ რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გვერდზე შევარდნენ და იქ მოაწყეს ობსტრუქცია. ხო, ეგ იყო, როდესაც დააინიცირა ამერიკულმა მხარემ ის რეზოლუცია გაეროში და ამერიკის საელჩომ, რა თქმა უნდა, ეს გააზიარა და შესაბამისად ეს ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი მიმდევრების ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო და შოკი იყო. და შეუვარდნენ და ბულინგი დაუწყეს ჩვეულებრივი ფაშისტური ქმედებები, რაც მათ ახასიათებდა. აქა ძალიან ღიმილის მომგვრელი არის, როდესაც ორი თვის წინ თუ როდესაც იყო ბატონი ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარი თავს იწონებდნენ ვითომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თუ როგორი ახლო ურთიერთობა აქვს ტრამპთან და ზოგი კალათბურთის დარბაზში იღებდა ფოტოებს და ზოგი ქუჩაში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი ტრამპი მათ თვალში პუტინის აგენტია, ხო? ესე უწოდებენ მას, ანუ იგივე რიტორიკას დაუბრუნდნენ, რასაც წინა 4 წლის განმავლობაში ასე ვთქვათ, არიშურებდნენ ესეთ სიტყვებს, ხო? და ეს ყველაფერი ბატონი ტრამპის ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, იცის და იცის ჩვენი მიდგომებიც, ქართული ოცნების მიდგომებიც და იცის ოპოზიციის დამოკიდებულება მისი ადმინისტრაციის მიმართ და თუ რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ მანამდეც, ეხლაც როგორც იქცევიან და ასე შემდეგ. ლევან, ის რომ ჩვენი ომში ჩათრევა უნდათ ჩვენთვის და ფიქრობ არავისთვის, ვისაც ობიექტურად აფასებს სიტუაციას, საიდუმლოს არ წარმოადგენს. ახლა მოდი ვილაპარაკოთ იმ მექანიზმებზე, რომელსაც სახელმწიფო იღებს იმისთვის, რომ აი ასეთი დესტრუქციული ჩარევები საქართველოში და საქმეებში შემცირდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ კანონპროექტები, ახალი კანონპროექტები, რომლებსაც ახლა პარლამენტი განიხილავს, ამ კანონპროექტების ინიცირებისას ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პირდაპირ ოფიციალურად განაცხადეს, რომ რამდენადაც გაიზრდება ზეწოლა საქართველოზე ომში ჩათრევის ან საქართველოში ომის პარტიის ხელისუფლებაში მოყვანის მიზნით, იმდენად გაიზრდება რეაქცია იურიდიულიც და პოლიტიკურიც ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ მათ ეს ვერ შეძლონ. დღეს რამდენიმე კანონპროექტი განიხილეთ პარლამენტში, სხვადასხვა კომიტეტებში, მათ შორის ერთი არის მედიის კანონპროექტი, ასევე ფარა, ესე იგი გამჭვირვალობის კანონის ამერიკული ვარიანტი. პირველი მოსმენით იურიდიულმა კომიტეტმა დაამტკიცა. მოდი ვილაპარაკოთ ამ კანონებზე, იმაზე თუ რატომ არის გახდა აუცილებელი ამ კანონების შემოტანა, ანუ ბრიტანული მედიის კანონი და ამერიკული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ. კი ბატონო, ფარათი დავიწყებ. ჩვენ რომ მივიღეთ გამჭვირვალობის ქართული კანონი, ეს იყო, რა თქმა უნდა, ყველაზე მსუბუქი კანონი იმ კანონებს შორის, რაც კი არსებობს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ხო იგივე ამერიკაში, ბრიტანეთში, ისრაელში, საფრანგეთში, კანადაში და ასე შემდეგ. და ამ კანონს დაარქვეს რუსული, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს და მე სხვა შორის ჩვენ მოქალაქეებს მინდა შევახსენო, არ ამგონია რომ ამაზე ინფორმაცია გქონდეთ, რომ რეალურად რუსულ კანონს, როდესაც სტრასბურგში უჩივლეს, იქ სტრასბურგმა გამოკვეთა 6 მუხლი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და რა თქმა უნდა ამ 6 მუხლიდან არც ერთი არ არის ჩვენს გამჭვირვალობის ქართულ კანონში. და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში თავის დროზე შეიყვანეს, რომ არა, გინდა თუ არა, ეს არის რუსული შინაარსი არ შევიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მსუბუქი არის, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ გავამკაცროთ და კი ბატონო, ვადასტურებთ იმას, რომ ამერიკული კანონი არის გაცილებით მკაცრი კანონი, ვიდრე ჩვენი კანონი. ჩვენი კანონი ითვალისწინებს, თუ არ რეგისტრირდები, მოდი ესე ვთქვათ, გამჭვირვალობის რეესტრში, მხოლოდ საჯარიმო სანქციებს და ის ყველაზე მდიდარი მავნებელი NGO-ები, აი კოლექტიური გიგაურების და კოლექტიური ლომჯარიების NGO-ებს რომ ეძახით, არ რეგისტრირდებიან, ურჩევნია ჯარიმები გადაიხადონ, ვინაიდან რა თქმა უნდა მათთვის დამღუპველია გამჭვირვალობა, ხო, ის ყველაფერი რომ მოქალაქეებს დაანახონ თუ რაში ხარჯავდნენ ისინი ფულს და საიდან ფინანსდებოდნენ, ეს მათთვის არის წარმოუდგენელი ურჩევნიათ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ჯარიმა გადაიხადონ. მაგიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ ფარას შემოღება, თან ახლა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მით უმეტეს ცხადყო ამისი აუცილებლობა, ის რომ USAID, NEDI და ესეთი მსხვილი ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები პირდაპირ კრიმინალებად არიან გამოცხადებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოღონდ ფაქტებზე მტკიცებულებებზე დაყრდნობილი დოკუმენტაცია, რაც არის დადებული, შეგვიძლია მოვიკითხოთ, თუ როგორ მავნებლობ
მკვლელობდნენ ისინი ათობით სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ აწყობდნენ რევოლუციურ სცენარებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი უფრო დავიცვათ და შესაბამისად, კი ბატონო, უფრო მკაცრი კანონი შემოგვაქვს და აქ სასპეკულაციო ველსაც არავის არ უტოვებთ, ხომ? ანუ ძიმე წერტილი სიტყვით თარგმნეთ და ისე შემოვიღეთ. არა, უბრალოდ გადმოხართულდება ქართულ საკანონმდებლო რეალობას, ესე რომ ვთქვა, ხო? კონგრესის ნაცვლად იქნება პარლამენტი. კონგრესს არ დავტოვებთ, იქნება პარლამენტი და ასე შემდეგ. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამითი ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზრდება და ქვეყანა უფრო დაზღვეული იქნება იმისგან, რომ რაღაცა ბოროტის რახვებისთვის აქ ფული ვერავინ ვერ და რაც თავარია, ვეღარ შეძლებენ ეს პროვოკატორი NGO-ები, მდიდარი NGO-ები ვერ შეძლებენ, რომ აუარონ ამ კანონს გვერდი და უბრალოდ დააიგნორონ როგორც გამჭვირვალობის. კი ბატონო, ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს არის გაცილებით მკაცრი კანონი, ეს ითვალისწინებს გაცილებით მკაცრ სანქციებს, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული ჩვენი ძალიან მარტივი და მსუბუქი გამჭვირვალობის ქართული კანონით. მედიის კანონს რაც შეეხება, ეს სიახლე არ არის, ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე მაუწყებლებისთვის ნაცნობი თემაა, მოდი ესე ვთქვათ, ეს კანონი ჩვეულებრივად მოქმედებს, ბრიტანულ სტანდარტზე არის მთლიანად მორგებული. უბრალოდ ამ შემთხვევაში აღსრულებას ახდენდნენ თვითონ მაუწყებლები. ჩვენ ახლა რაც შევცვალეთ არის ის, რომ ამის აღსრულებას მოახდენს მარეგულირებელი კომისია. კი ბატონო, შეუძლია მაუწყებელსაც მოახდინოს, ანუ თუ იგი გაავრცელებს სრულ ინფორმაციას, დეზინფორმაციას, ცილს წამებს ვიღაცას, ამ პიროვნებას შეუძლია მიმართოს თვითონ ამ მაუწყებელსაც, ამასაც ვტოვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას რომ დიდი შედეგი არ აქვს, მე მგონი ყველანი კარგად ხვდები და შესაბამისად ოფცია დავამატეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო ხშირად მოქალაქეები ამ ოფციას მიმართავენ, რომ ნებისმიერ ასეთ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს უკვე მარეგულირებელ კომისიას, რომელიც მთლიანად გააკონტროლებს ამ თემას და რომელიც იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ნებისმიერი ესეთი დარღვევა, რომელიც იქნება კანონით გაწერილი და კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ეს მოქმედებს თავიდან ბოლომდე ბრიტანეთში და არ ამგონია, რომ ვინმე გაბედოს და ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ბრიტანული რაიმე კანონი, რაიმე სტანდარტი არღვევს ადამიანის უფლებებს, მაგ შემთხვევაში პირდაპირ დაარტყავენ ბრიტანეთს და არ ამგონია, რომ აწყობდეს რადიკალურ ოპოზიციას, რომ ესე ბრიტანეთთან შევიდეს, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში თავისი მართებულობა დააყენოს კითხვის ნიშნებს. კი ბატონო, მან შეუძლია ბრიტანეთის საელჩოს მიმართონ და თქვათი განმარტებები ნახონ. მათ შორის მაგალითად fake news-ი, ანუ ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილი ქართული მედიის გავრცელება, ოპოზიციური, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული მედია ფაქტობრივად ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში. კი ბატონო, და შიდა რეგულაციის თემა, როდესაც იყო, რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ თავს არ არეგულირებდნენ, ამ შემთხვევაში უკვე რეგულირებელი კომისია იქნება ამის დამრეგულირებელი და აქ ნუ მთავარი რა არის? მთავარი არის, რომ თვითონ მაუწყებლის მედია ობიექტურობის ხარისხი გაიზარდოს საქართველოში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი გაუზარდოთ საქართველოში, ამ ყველაფერს ემსახურება, რა თქმა უნდა, ეს და თქვენ კიდევ ვთქვათ ერთი პაკეტის ნაწილია, რა თქმა უნდა, გარედაფინანსება, რომელიც შეუზღუდეთ მაუწყებლებს, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც უცხო ძალა აფინანსებს რაიმე ტელევიზიას, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს რეკლამებს არ ეხება და კომერციული შემოსავალი შეუძლიათ ნებისმიერი გარედამკვეთისგანაც მიიღონ. ამ შემთხვევაში უშუალო დაფინანსება არის ტელევიზიის. ვინაიდან უცხო ძალა, როდესაც რაიმე კონკრეტულ ტელევიზიას აფინანსებს, ხომ, ნუ ეხლა ძალიან ლოგიკურია და ხელის გულზე დევს ყველაფერი, რომ მას რაღაცა ინტერესი გააჩნია ამ ქვეყანაში, ხო? მას უნდა რომ გავლენა იქონიოს ჩვენი საზოგადოების აზრის ფორმირებაზე და რატომ უნდა მივცეთ უცხო ძალას იმის საშუალება, რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების აზრის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, ხომ? ეს არ არის არანაირ ინტერესში არ შედის არც ერთი სუვერენული სახელმწიფოსი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? და შესაბამისად ჩვენ ეს კანონიც უნდა მივიღოთ, ეს ყველაფერი მოხდება ახლა ჩვეულებრივად დაჩქარებული წესით არაფერს არ ვიღებთ, ანუ მივყვებით ჩვეულებრივად პროცედურას, როგორც ეს არის გაწერილი ვადებში და ეს ყველაფერი ახლა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ემსახურება მხოლოდ იმ რაღაცას, მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა იყოს კიდევ უფრო გამტკიცებული, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს კიდევ უფრო გამტკიცებული. ახლა თვითონ მედიის დაფინანსების კუთხითაც კარგი მაგალითია, როდესაც ეს USAID და ნედი ამხილეს, იქ საუბარი არის და ესეც მტკიცებულებებზე დაყრდნობილი საუბარია, დოკუმენტაცია გამოქვეყნებულია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიძიოს, ბატონი მასკის ეფექტურობის დეპარტამენტის მიერ არის ეს ყველაფერი მხილებული, რომ მაგალითად USAID მსოფლიოს მასშტაბით ასობით მედია
საშუალებას აფინანსებდა და 6200-ზე ოდნავ მეტი ჟურნალისტი არის, რომელიც პირდაპირ ხელფას იღებდა USAID-ისგან, ხო? და შესაბამისად რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი ემსახურებოდა, რომ კონკრეტული გარე ძალა, რომელიც Deep State-ის ინსტრუმენტია, უნდა რომ რომელიღაცა მაუწყებელმა მისი პოლიტიკა ატაროს, მისი ნარატივი გაავრცელოს, რაღაცა ნიუსები არ გააშუქოს, რომელიც არ აწყობს, რაღაცა ნიუსები დამახინჯებულად გააშუქოს და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც mainstream медиის მეშვეობით მთელ მსოფლიოს 3 წლის განმავლობაში დააჯერეს ის რომ უკრაინა იგებდა ომს და რა თქმა უნდა ეს დანაშაული პირველ რიგში თვითონ უკრაინელი ხალხის მიმართ არის, ვინაიდან ეს ხალხი ხა როგორ ტრაგიკულ მდგომარეობაში არის წარმოიდგინეთ და ესეთ ყულში ამყოფებდნენ, აცხოვრებდნენ. მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ უკრაინის 20%-ზე მეტი არის დღეს ოკუპირებული, ათობით მილიონი არის უსახლკაროდ დარჩენილი. Ну, არ ვიცი ხა ციფრები 100.000 არის ყველაფერი და იმედია რომ ინფრასტრუქტურა არის განადგურებული. ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ძალის ალტერნატივა არ აქვს და იმედია რომ დიპლომატიის გზით ეს ყველაფერი დასრულდება და ბატონი ტრამპის ასე ვთქვათ გეგმა სრულყოფაში მოვა და მას ხელს არ შეუშლის არც ბატონი ზელენსკი და არც ბრიუსელის ჩვენც შეგვიძლია ამ სიტყვებით დავასრულოთ სამწუხაროდ ამოიწურეთ ჩვენთვის გაკვეთილად რომ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ლევან მაჭავარიანი იყო ჩვენი სტუმარი, მაყურებელს შევახსენებ პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.